ბარსელონა კატალონიის ავტონომიის დედაქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ესპანეთის მეორე ქალაქი და საკმაოდ დიდი საზღვაო ნავსადგურია. იბერიის ნახევარკუნძულის ამ პატარა ნაწილს უმდიდრესი ისტორია აქვს. აქ სერიოზულად სჯერათ, რომ კატალონიის დედაქალაქი თვით ჰერაკლემ დააარსა. თავდაპირველად ბარსელონას ბარსინო ერქვა, ამ ადგილებში დამკვიდრებული კართაგენელი მხედართმთავრის ჰამილკარ ბარკის პატივსაცემად. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 133 წელს ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს, რასაც მოწმობს ქალაქის ქუჩების მათთვის დამახასიათებელი დაგეგმარება. ბარსელონა ჯერ ვესტგოთებმა დაიკავეს, მოგვიანებით კი ის არაბებს დაუთმეს, თუმცა 801 წელს ლუდოვიკო ღვთისმოსავმა ქალაქი გამოეხსნა და მისი სახით ესპანური მარკის დედაქალაქი დააარსა, ოღონდ სრული დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყო. ბარსელონას მფარველი წმინდანები არიან წმინდა გიორგი და წმინდა იაკობი. ქალაქი 1,700,000 ადამიანისგან შედგება, ხოლო ბარსელონას აგლომერაციაში 6 მილიონამდეა. ქალაქში ბევრი ტურისტული სანახაობაა, ამჯერად კი გუელის იგივე გაუდის პარკში ვიმყოფებით. ეუსებიო გუელმა გაუდის დაავალა შეემუშავებინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მდიდარი ოჯახები დასახდებოდნენ მის მიერ შეძენილ დიდ მიწაზე. მისი მდებარეობა შეუდარებელი იყო ჯანსაღ გარემოში და ზღვისა და ბარსელონას შესანიშნავი ხედებით. მამულში დაახლოებით 60 სამკუთხა ფორმის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო ბილიკების, ვიადუკებისა და კიბეების რთული ქსელით, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოსულიყო ტერიტორიის მდებარეობასთან. მშენებლობის პირობები ძალიან შეზღუდული იყო, რადგან ნაკვეთის მხოლოდ 1/6-ზე შეიძლებოდა აშენება სახლის, ხოლო სახლების სიმაღლე და განლაგება ისე იყო განსაზღვრული, რომ მათ არ უნდა შეეზღუდათ ზღვის ხედი და არც მეზობლისთვის მზის შუქი მოეკლოთ. პარკ გუელის მშენებლობის ეტაპები 1900 წლის ოქტომბერში დაიწყო ტერიტორიის დონეებად დაყოფის სამუშაოები. პირველი ადამიანი, ვინც პარკში მიწის ნაკვეთი იყიდა, 1902 წელს იყო გუელის მეგობარი და მან ააშენა პირველი ვილა. თავად გაუდიც 1906 წელს იქ გადავიდა საცხოვრებლად მამასთან და დის შვილთან ერთად. მყიდველების ნაკლებობის გამო სამუშაოები 1914 წელს შეწყდა და დაგეგმილი 60 სახლიდან მხოლოდ 2 აშენდა. ამგვარად პარკი დიდ კერძო ბაღად იქცა, რომლის გამოყენებაც გუელმა საჯარო ღონისძიებებისთვის გადაწყვიტა. ამასთანავე ის ბარსელონას ტურისტულ სამკვლევებში ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად გამოჩნდა. გუელი საკუთარ სახლში 1918 წელს გარდაიცვალა და მისმა მემკვიდრეებმა პარკი ქალაქის საბჭოს შესთავაზეს, რომელიც მის შესაძენად დათანხმდა 1922 წლის 26 მაისს გამართულ მუნიციპალურ სხდომაზე. ის 1926 წელს მუნიციპალურ პარკად გადაკეთდა. ამგვარად პარკ გუელი ბარსელონას მაცხოვრებლების მიერ დიდად დაფასებულ საზოგადოებრივ პარკად და ვიზიტორთათვის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობად იქცა. 1969 წელს ის ხელოვნების ძეგლად აღიარეს, ხოლო 1984 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.